როგორ ამოვიცნოთ ცუდი უძრავი ქონების აგენტი? ნაწილი 6. ეს მე მგონი ყველაზე მარტივი ამოსაცნობია, როდესაც თქვენ დადებთ განცხადებას პორტალზე, უძრავი ქონების გაყიდვის პორტალზე და ამ დროს თქვენი განცხადება დუბლირდება მილიარდჯერ ისე, რომ არავის დაურეკავს თქვენთვის და არ უკითხავს, შეიძლება თუ არა თქვენი განცხადების დაკოპირება. ხო? ცალსახად ადამიანი, რომელიც თავის მთავარ მომხმარებელს, ვინც არის გამყიდველი, არ სცემს პატივს იმდენად, რომ მის დაუკითხავად ათაუსებს პორტალზე მისივე განცხადებას 20 თეთრად და აი უდიდეს შრომას წევს, რომ ქონება გაყიდოს. რა თქმა უნდა, არ არის პროფესიონალი უძრავი ქონების აგენტი, თუმცა გულწრფელად რო გითხრათ განცხადებების დაკოპირებას და არც განცხადებების დადებას მე არ ვეთანხმები. რატომ? იმიტომ რომ განცხადება რაც არის, რამდენიც არ უნდა დადოთ და რამდენ VIP-შიც არ უნდა განათავსოთ, სულ რო აგენტები გააქროთ დედამიწის ზურგიდან, თქვენი განცხადება მიწვდება მაქსიმუმ 1500 ადამიანს. ისიც რამდენიმე თვე დასჭირდება ამისთვის თქვენს განცხადებას, რომ 1500 ადამიანზე გავიდეს. ამიტომ თუ თქვენ გინდათ რომ რეალურად თქვენი ქონება გავიდეს მასებზე, მაგალითად ჩვენი კომპანია როდესაც გამოდის უძრავი ქონებით და ყიდის რაიმე ჩვენი მომხმარებლების უძრავ ქონებას, ჩვენს ვიდეოებს აქვს 10,000-დან მილიონ და ხშირად ასევე 2 მილიონ ნახვამდე. წარმოგიდგენიათ 1500 და მილიონი, 2 მილიონი, 20,000, 100,000. ამიტომ თუ გინდათ რეალური შედეგები და დიდ აუდიტორიაზე თქვენი ქონების გასვლა და ასევე ნამდვილი პროფესიონალი აგენტები და არანაირი განცხადებების დაკოპირებები 20 თეთრად, მაშინ კი იცით, ვისაც უნდა მიმართოთ. და რომ არ დაგეკარგოთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი.